მეგობრებო, რაზე მინდა გესაუბროთ? საერთოდ ხო გავლამაზე ცოტა მიყვარს ეს ფერი. ნიუ-იორკს აქვს ისეთი ატმოსფერო, აი ძალიან სევდიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ქალაქია, ხო, აი ისეთი, რომ აი მაგრამ აქ რაღაცა ისეთი გაურკვეველი მარტო ხელა ქალაქია. რატომ მიყვარს მე და ვაფრე ნიუ-იორკზე, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ძალიან მარტო ადამიანი რა. მარტოსული, საერთოდ ყველანი მარტოსული ადამიანები ვართ, მაგრამ ზოგი ძალიან აშკარად გრძნობს ამ მარტოობის ასპექტს რა და ეგეთი ადამიანები, ვინც გრძნობენ ეგეთ მდგომარეობას, ხო? მათთვის ნიუ-იორკი არის ზედგამოწერილი საჭირო ქალაქი რა. აი ამ მარტოსული ადამიანებისთვის. მაგრამ მიუხედავად ამ მარტოსული თემის მიღმა არსებობს რაღაცა გრადაციული მდგომარეობა ადამიანის გარდამავალი სულიერი ეტაპების, ადამიანის რაღაც გამჭვირვალეობის, თავისი სევდის მიღმა, კითხვების, იმ კითხვების მიღმა, რაღაც გაურკვეველი პრობლემების აღმოჩენის, ამ პრობლემების მიღმა ისევ და ისევ თავის მესთან თავის პირისპირ შეჯახების მომენტი და ვუალა, ისევ სარკეში თავის თავთან ჩახედვის და ისევ თავის ყველაზე დიდი საიდუმლოების ამოცნობაში, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენ თავს. პრინციპში ჩვენ არ ვიცით ვინა ვართ, რა ვართ, რა ვაფშე საერთოდ რა როგორი ტექნოლოგიით და მატერიით, ბუნებრივი მატერიით აშენებული ბიოლოგიური არსებები ვართ და აი ეს კითხვები რატო ვსაუბრობ ამაზე, იცი, რაც უფრო მეტი გექნებათ საკუთარი თავის მიმართ კითხვა, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ რაღაცა ახალი გაიგოთ. ის ახალი, რაც პრინციპში მომავალში მერე გინთებთ შორიდან რაღაც იმ სინათლეს, რასაც ქვია იმედის სინათლე. და ეს იმედის სინათლე არის ყველაფერი და მერწმუნეთ, აი ყოველგვარი ბედნიერების მიღმა და ადამიანის სულს ხო თავის თვისება აქვს, იცით როგორი აი ადამიანი ღორია რაღაც მომენტში, მხრივ რომ როდესაც უკვე აიღებს თავის სიამოვნებას, რაღაცას მიიღებს თავის თემას, რაც უნდა სრულს აისრულებს, ის უცბად მთავრდება თითქოს არაფერი არ მომხდარა და ახალი რაღაცა უნდა. და აი ამ ახალზე გეუბნებით, რომ აი ეს კითხვები და ეს მარადიული ძიება საკუთარი შინაგანი რაღაცა სულიერი მარტოობის, სულიერი სილამაზის, სულიერი უკვდავების არის ეს ის შუქი და ის იმედი, რომელიც თუ შენ გახსენი შენს თავში, ყოველთვის შორიდან გაგინათებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შორს ანთებულ სანთელს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის წინ ვისწრაფით იმ რაღაცა მიუწვდომელი პატარა სრულისაკენ, რასაც ქვია ჩვენი ახალი ოცნება. მოკლედ, სულით მარტო ხელა, არა მარტო ხელა, როგორებიც არ უნდა იყოთ, ყველას ჩემო მეგობრებო გისურვებთ ბევრ აუხთენელ სურვილებს. და რაც თავარია, იმედს იმ სინათლისა, რომ აუცილებლად დღეს თუ არა ხვალ მაინც აგისრულდებათ ერთი მაინც 10-დან სურვილი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოიგონეთ თქვენი საკუთარი სურვილები, თქვენი ბედნიერებისთვის. And your smart speaker by saying the words play WBGL. We